მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მთავარი აჭარაში გადაცემა, რომელშიც ყოველ სამშაბათს განსხვავებული აქცენტებით გესაუბრებით ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მხოლოდ მთავარ ამბებზე. მე ვარ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. დანაშაულის ჩადენის მომატებული საფრთხის მოტივით პატიმრობაში დატოვებული მედია მენეჯერი სიამაღლობელი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა. რა თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე და ახსოვს და რა დაავიწყდა გრიგოლ ბესელიას. ხელისუფლება კრიტიკული განწყობის ადამიანებზე კონტროლს ამკაცრებს. დილა ადრიან პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ფონდების დამფუძნებლების სახლებში მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებითა და ადვოკატების გარეშე. რა მოტივზე საუბრობს პროკურატურა და რა წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რას მოუტანს ქვეყანას პოლარიზებული გარემო და პოზიციების რადიკალური განსხვავებები საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. მოლოდინები და პოზიციები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გადაცემის დასკვნით ნაწილში. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი გადაცემაში მთავარი აჭარაში. ბათუმელ მეტროშეს თემურ ქათამაძეს სასამართლო ტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა. მეტროშის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მიიღო. მას შემდეგ რაც თურქეთის მოქალაქეს და ქართველ მუხაჯირების შთამომავალს უფრო სწორედ თემურ ქათამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ასევე ბინადრობაზე უარი უთხრეს ბათუმის საპროტესტო აქციების ცნობილმა მეტროშემ საქართველოში ტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ბათუმელი მეტროშის თქმით ის თურქეთში გარკვეულ იურიდიულ და სათარჯიმნო მომსახურებას უწევდა ფეტულა გიულენის ჯგუფის წევრებს და მას თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში უკანონო პატიმრობა ემუქრება. ამის მიუხედავად მას როგორც უკვე გითხარილ ტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე მაინც უარი უთხრეს. კიდევ ერთი ამბავი, რომელიც დღეს მოხდა ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა დილის დაახლოებით 9 საათიდან პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში. ორივე მათგანი სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. არც ერთ მათგანს არ მისცეს უფლება დაალოდებოდა ადვოკატის მოსვლას. ადვოკატები ადგილზე თითქმის 2 საათის შემდეგ მოვიდნენ. მანამდე ბაჯელიძემ და ჟორჟოლიანმა ტელეფონებით გაუშვეს პირდაპირ ეთერები, თუმცა ტრანსლაცია რამდენიმე წუთში გაითიშა. ჩხრეკა ჩატარდა დღეს ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცკიტიშვილის სახლშიც. ინფორმაცია მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. იმ განჩინების თანახმად, რომლის საფუძველზე პროკურატურა მარიამ ბაჯელიძის სახლში შევიდა, მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318 და 319 მუხლები. 318 მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319 მუხლი კი უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარებას ითვალისშვილის სახლშიც. ინფორმაცია მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. იმ განჩინების თანახმად, რომლის საფუძველზე პროკურატურა მარიამ ბაჯელიძის სახლში შევიდა, მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318 და 319 მუხლები. 318 მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319 მუხლი კი უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარებას ითვალისწინებს. საქმე ეხება პროკურატურის მიერ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარაშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას. ამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს ნანუკას ფონდის პროსპერიტის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სირცხვილიას და ფონდის ერთმანეთისთვის საბანკო ანგარიშები. მარიამ ბაჯელიძე წარსულში სირცხვილიას წევრი იყო, თუმცა წლებია აღარ არის ჩართული მის საქმიანობაში. ამასთან თავად მოძრაობაც აღარ მუშაობს 2024 წლის სექტემბრიდან. სხვა ფონდები საპროტესტო აქციების გამო დაპატიმრებულთა ოჯახებსა და დაჯარიმებულ მოქალაქეებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. პროკურატურა მათი ანგარიშები 17 მარტს დააყადაღა. სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ ფაქტს. დღეს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საგამოძიებო მოქმედებების დროს არასრულ წლოვნებზე. ომბუდსმენი წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნეს გატარებული არასრულ წლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვან შეუქმნას უსაფრთხო გარემო.
ხოლო წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით. აღნიშნული შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყო სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართვა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში. დღესვე ჭხრეკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭხრეკა საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება გავრცელდა ჭხრეკასთან დაკავშირებით დღის მეორე ნახევარში, როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინახაზად განან და ეხმარებიან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალ შემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს. გუშინკი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელი საქმის არსებითი განხილვა განახლდა. მზია ამაღლობელი საქმეზე სასამართლოს ჩვენება გუშინ გრიგოლ ბესელიამ მისცა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა, რომელმაც თქვა, რომ დგებუაძის სახეზე დაზიანება არ შეუმჩნევია სილის გაწვნის გამო, მაგრამ დარტყმის ხმამ. მისივე თქმით, იმდენად ძლიერი იყო, რომ აქცია მალევე დაიშალა. გუშინვე სასამართლოზე უნდა დაკითხულიყო ბათუმის პოლიციის უფროსიც ირაკლი დგებუაძის, თუმცა დაცვის მხარემ დგებუაძის დაკითხვაზე უარი თქვა, რადგან ბესელიას დაკითხვა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გუშინდელ ხტომაზევე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამ მკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობლისგან დანაშაულის ჩადენის მომატებლის საფრთხე არსებობს. ნინო სახელაშვილის ამ გადაწყვეტილებას დარბაზიდან საპროტესტო შეძახილები მოყვა, არანაკლებ ნეგატიური იყო გამოხმაურებები სასამართლო დარბაზის მიღმა. მე შეგახსენებთ, რომ 100 დღეზე მეტია ბათუმელები ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი უკვე პატიმრობაშია. ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს არის შეიძლება ითქვას ბოლო აწლეულების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც სამართლებრივთან ერთად მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკური ინტერესს ატარებს. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. სტუმრებთან ერთად ვიწყებთ საუბარს გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებთან გიორგი ხიმშიაშვილი, იურისტი, მზია ამაღლობელის ადვოკატი და მალხაჭ-კადუა საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი არიან ჩვენთან ერთად სტუდიაში. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი, თქვენგან დავიწყებ რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გაიმართა გუშინ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით გულისხმობ ბესელიას გამოკითხვის ეპიზოდს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ რა სიტყვა და აჭარის პოლიციის ყოფილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. რა გავიგეთ გუშინდელი პროცესისგან ახალი, რით იყო განპირობებული მეორეს მხრივ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით მიიღო მზიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. მოდი ორ ნაწილად გავყოთ ეს გუშინდელი სხდომა და დავიწყოთ ბესელიას გამოკითხვით. პირველი ნაწილით თუ დავიწყებთ, მნიშვნელოვანი საინტერესო და ასევე საზოგადოებისთვის ყურადსაღები ინფორმაცია იყო ის, რომ გრიგოლ ბესელიამ ვერ დაადასტურა, ასე ვთქვათ, სილის გაწვნის შემდგომ ის სიწითლე, რომელსაც სხვა პოლიციელები, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მონდომებით ამტკიცებენ, რომ სიწითლე ჰქონდა დგებუაძის სახეზე სილის გაწვნის შემდეგ, ბესელიამ ეს გარემოება ვერ დაადასტურა, ვერ გაიხსენა, როგორც თვითონ ამბობს, არ დაკვირვებია. დამერწმუნებით ახლა სიწითლე სახეზე არ არის იმ ტიპის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, ნიშანი, რომ ყოველდღიურად ადამიანს უყურებდა და განსხვავებული შეფერილობა თუ მას ლოყაზე იქნება, ეს ვერ შეამჩნია, ვერ დაინახვა. ობიექტურად თუ ვიტყვით, ბესელია შეეცადა
ასე ვთქვათ, არ გადასულიყო სიცრუის იმ ტირაჟირებაში, რასაც სხვა პოლიციელები გვთავაზობენ სამწუხაროდ. უფრო მეტიც მან თქვა, რომ დაზიანების კატეგორიაში ვერ განიხილავს თუ სწორ ფორმულირებას ვახდენ, არ ვიცი, რა თქმა უნდა. დაზიანების ნაწილი ნახეთ, მისი შეფასება დარტყმა ეს იყო კანონდარღვევა, მაგრამ მან რამდენიმე საკითხი იყო, რასაც ახლა საზოგადოება სამართლებრივ ციხეებში რო არ წავიდეთ, მას არ მიუნიჭებია კვალიფიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ პატაკი მის სახელზე დაიწერა, მოხსენებითი პატაკი, როდესაც მას შეატყობინეს, რომ ადგილი ჰქონდა ხელის გარტყმას, თითეული ეტაპი, როდესაც გაიარა, ასე ვთქვათ, ბესელიას ზედამხედველობის ქვეშ, მას არ მიუნიჭებია კვალიფიკაცია, ანუ მოხლობრივი კვალიფიკაცია სისხლისამართლის კოდექსის, ანუ მას არ უთქვამს, რომ ეს არის თავდასხმა. არაერთხელ შეხვდა დგებუაძე სილის გაწვნის შემდგომ, როგორც გარეთ, ასევე განათებულ სივრცეში, ანუ ოთახში, სადაც სავსებით შესაძლებელი იყო ეს დაზიანება ნებისმიერ დაკვირვების შემთხვევაში მას დაინახა, არ ჭირდებოდა ზედმეტი ძალისხმევა, მაგრამ მას ეს არ დაუნახავს. ეხლა ეს ნაწილი ჩვენთვის დაიყო მთავარი ამოსავალი წერტილი, რატომ? იმიტომ რომ უშუალო ხელმძღვანელი, რომელთაც პატაკით მიმართეს, მას არ განუსაზღვრავს სისხლისამართლის კვალიფიკაცია, მას არ დაუნახავს სიწითლე, რომელსაც შეხება ჰქონდა მის უშუალო დაქვემდებარებაში ყოფ, ასე ვთქვათ, თანამშრომელთან, არაერთხელ ესეც ხო დაადასტურა ჩვენების მიცემის დროს და ეს სიწითლე არ დაუნახავს. ახლა სიწითლეზე რატო ხდება აპელირება? შეხების წერტილის სხეულზე დაზიანება, როგორც თვითონ თქვა, იმდენად ძლიერი იყო დარტყმა, აქცია დაიშალა. ალბათ ეს იყო მისი ფანტაზიის ნაყოფი და მონდომება იმისა, რომ უფრო ხიარულად წარმოეჩინა ეს დაზიანება, ვიდრე ობიექტური შეფასება იქნებოდა მისი მხრიდან. ცხადია, დაზიანების კვალი არ იყო იმდენად მასშტაბური, არ იყო დარტყმის ძალაც იმდენად მაღალი, რომ ადამიანს ამით მიიღო დაზიანება. რაღაც ირონიულ თუ ხუმრობით ნათქვამ ფრაზაშიც ჩანს ალბათ ის მთელი რა ვიცი კომიკურობა იმ სიტუაციის, რომლითაც ახლა მზიას ედავებიან, ხო, ამ ძალიან ძიმე მოხდით. წინა პროცესიც ჩვენ, როდესაც ვკითხავდით გამომძიებელს, ესეც გაშუქდა საჯაროდ და ყველა სულ პოლიციელებს, აი, სიმართლე გითხრათ, ძალიან უჭირთ თავის შეკავება იმასთან დაკავშირებით, რომ სილის გაწვნას ისინი როგორც ხედავენ, ეს აღიქვან როგორც თავდასხმა და როდესაც საუბარი მიდის დაზიანებაზე, ტკივილზე, სიცითლეზე, ვინაიდან ეს ინფორმაცია ობიექტურად არ არსებობს, ამის ასე ვთქვათ დადასტურება მათშიც კი იწვევს ასე ვთქვათ ირონიას, იწვევს იუმორს, მაგრამ აქ საუბარი არ არის იუმორზე და ირონიაზე, როდესაც ადამიანის თავისუფლებაზე ეხება საკითხი და 4-დან 7 წლამდე პატიმრობაზე გვაქვს ასე ვთქვათ გადაწყვეტილება მისაღები. ანუ მე რისი თქმა მინდა პროფესიული ხაზით ყველა გარემოების შეფასება, როდესაც ხდება, თვითონაც ხვდებიან, რომ ეს არის ასე ვთქვათ გადაჭარბებული თუ რა თქმა უნდა ხალხ სამართლებრივ ნაწილზე საერთოდ არ აქვს საუბარი, სამართლებრივზე იქიდან გამომდინარეც ვერ გვექნება, რომ ჩვენ გუში ვნახეთ, მოსამართლემ ჩათვალა, რომ მზია თუ იქნებოდა თავისუფლების ქვეშ, ის კვლავ ჩაიდენდა დანაშაულს. აქ მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროკურატურა როდესაც საუბრობდა, რატომ არ უნდა შეცვლილიყო აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, სხვა უფრო ნაკლები ღონისძიებით, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ იმავე დანაშაულს ჩაიგდეს. ანუ ნახეთ, საუბარი არის კვალიფიკაციის იგივე კატეგორიაზე. უფრო მარტივად რო ვთქვათ, მზიას თუ გამოუშვებდნენ, ის გამოვიდოდა და ნახავდა რომელიმე ფორმიას, პოლიციელს და აუცილებლად კიდე გააცნავდა სილას. და რა ვიცი ხა მზიამაც ახსნა ხო პოლიციელებთან ურთიერთობა ძალიან კარგად ხო პოლიციელებთან ურთიერთობა აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ურთიერთობა აქვს ბადრა ეტაპირების დროს ასე ვთქვათ ბადრაგის სხვა წარმომადგენლებთანაც ყველა ასე ვთქვათ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის სტატუსით სარგებლობს და ნამდვილად ვერ იტყვის მზიას ნეგატიურ დამოკიდებულებას ქცევას მათდამი მაგრამ რა თქმა უნდა აქ საუბარი არ არის იმაზე რომ ჩვენ ხა სამართლებრივ სივრცეში ნამდვილად ვერ ვიმყოფებით ის ყველა პროცესი რაც არის ასე ვთქვათ არის ფორმალური ნაწილი იმისათვის რომ მას დაერქვა სამართლიანი ასე ვთქვათ სასამართლოს განხილვის შესაძლებლობა მზიასთვის აქ საუბარი არის იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე რომელიც დაიწყო მზიას დაკავებიდან და სამწუხაროდ ამ პროცესში ყველა არის ჩართული სამართლებრივი ჩარჩოდან იმ საღამოსვე გავიდა ეს საქმე ეს არ არის სამართლებრივი ნაწილი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ახლა ვსხედავთ ვსაუბრობთ სამართლებრივ გარემოებებზე ვცდილობთ რაღაც ეტაპი ასე ვთქვათ მტკიცებულებების გავხადოთ საჯარო საზოგადოებამ უფრო მეტად თუმცა ესეც საინტერესოა გიორგი დამეთანხმებით იმიტომ რომ შემდგომში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მოხდეს ყველა ამ
სასამართლო პროცესებიდან თუნდაც კეთებულებების შეგროვება. ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით საიამ სტრასბურგს მიმართა ნაწილით უკვე იმ დარღვევებთან დაკავშირებით ის შესაძლებლობა სადაც ჩვენ უნდა შემდეგ საინტერესო. თორე ხა სიმალე გითხრათ გუში როდესაც ხდებოდა აკვეთი ღონისძიების განხილვა, გადასინჯვა. არ ვიცი, არც ჩემ კოლეგას არ ქონდა მოლოდინი და არც დარბაზში მსხდომებს, რომელსაც აკვეთი ღონისძიება შეიცვლება. ყოველ ჯერზე მაქვს მე პირადად მოლოდინი როგორც ჟურნალისტ, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც ერთ ადამიანს მაინც რაღაც შეიძლება მოუვიდეს, რა ვიცი, საღი ჭკუა და მზია გამოუშვან გარეთ, იმიტომ რომ მალხასთან უნდა გადავიდე, გიორგი, დაგიბრუნდებით აუცილებლად. ჩვენთვის ალბათ მალხას როგორც კოლეგისთვის, როგორც მედია მენეჯერისთვის განსაკუთრებით ტკივნეულია ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვხედავთ. მედიას ერთი მხრივ და მედია მენეჯერს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. ხომ მზიას საქმე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მედიისთვის, ალბათ შემდგომ წლებში, არ ვიცი, ყოველთვის, როდესაც ქართულ დემოკრატიაზე, საქართველოში არსებულ ამ პერიოდის ისტორიის მიმოხილვაზე ისაუბრებენ, რა ვიცი, ჩვენი შთამომავლები აუცილებლად დარჩება ერთ-ერთ პრეცედენტულ საქმედ. რა პროცესს ხედავთ ახლა ჩვენ? თქვენ წარმოადგენთ ორგანიზაციას, რომელიც ბევრი მიმართულებით მუშაობს და განსაკუთრებით საინტერესოა ყოველთვის თქვენი და მედიის ურთიერთობის ნაწილში არაერთი საინტერესო კვლევა შემოგითავაზებიათ და გიორგი საუბრობდა, რომ რაღაც სამართლებრივი ჩარჩოებიდან ბევრი რაღაც უკვე გასულია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც უნდა დავრჩეთ ალბათ რაღაც ნაწილში ამ ანგარიშების ობიექტური დასკვნების მომზადების და ასე შემდგომ იმისათვის რომ დოკუმენტები არსებობდეს ელემენტარული ხო? ლაშა ობიექტური რეალობა არის ის რომ ამ ქვეყანაში არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს დამოუკიდებელი მედია. ჩვენ ამას ვხედავთ დამოუკიდებლობის პერიოდში და საუბარი არ არის საბჭოთა კავშირზე ახლა. მე წინა ეთერებშიც მithქვამს რომ 1984 წლის მერე ამ ქვეყანას არ ყოლია პატიმარი ქალი ჟურნალისტი. ნაზი შამანაურის შემდგომ მზია ამაღლობელი არის პირველი ჟურნალისტი ქალი, რომელიც ციხეში ჩასვა ხელისუფლებამ. ნაზი შამანაურმა გაბედა და კორუფცია ამხილა და მზია ამაღლობელმა გაბედა და სისტემა სილა გააწნა. და ეს სილის გაწნა როგორც ქმედება იყო განპირობებული იქიდან რომ მზიამ ძალიან ბევრი უსამართლობა ნახა და მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც მხოლოდ ამ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ეთერში რომ მხოლოდ ის 54 წამი მოხდა და არ მოხდა წინა წუთები და წინა პერიოდი და იმისთვის რომ ადამიანებით манипуლირება ადვილი ყოფილიყო იმ წინა ჩანაწერებში რომელიც ბათუმელებზეა და YouTube-ზეა გამოქვეყნებული ძალიან მარტივად მიხვდება ადამიანი რა რეაქცია იყო ბზიას რეაქცია და როგორ იქცეოდა პოლიცია ამ ეს მიკიცებულება რა თქმა უნდა ამორიცხა მოსამართლემ რომელსაც თითქოს ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია მაგრამ ბუნებრივია ხა ნინო სახელაშვილისგან ჩვენ არ ველოდებოდით გუშინ არც გადახედვას მზიას ასარგებლობ და არც ტრაგიკული როდესაც არასდროს ოპტიმისტურ მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს არა იმიტომ რომ რაღაცა ბუნებით ვარ არა ოპტიმისტი პირიქით მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ავტორიტარიზმში რომელიც მიდის ტოტალიტარიზმისკენ დღევანდელი ჩხრეკა იქნება ალეკოს დაკავება იქნება ნანუკას დაკავება ნანუკასთან ჩხრეკა იქნება თუ ნებისმიერ სხვა ფონდის წარმომადგენელთან ეს არის მოშტობა ეს არის სურვილი იმისა რომ ხელისუფლებას არ დარჩეს არც ერთი ველი სადაც აპრიორში თვითონ არ არის ასე ვთქვათ მოკარნახე თამაშის წესები სადაც თვითონ არ აკონტროლებს ყველაფერს ამიტომ ახლა მზია ამაღლობელს რომელსაც თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი მიუძღვნია დამოუკიდებელი მედიისთვის რომელმაც კაფანდარო 26 წლის გოგომ დააფუძნა 2001 წელს ასლან აბაშიძის ფეოდალიზმის ხანაში ბათუმელები და რომელიც ერთნაირი წარმატებით ებრძოდა ავტორიტარიზმის ნიშნებს ასლან აბაშიძის დროს მიხეილ სააკაშვილის დროს და ქართული ოცნების დროს ქართული ოცნება არ არის ის პოლიტიკური ძალა როგორიც იყო თქვა თუნდაც 10 წლის წინ მათ ძალიან მკვეთრად აიღეს 2020 წლის შემდგომ კაფიო პოლიტიკა იქითკენ რომ არ უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი ქვეყანაში, არ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, არ უნდა არსებობდეს ასე ვთქვათ ადამიანთა ჯგუფი, ორგანიზაცია, ასოციაცია, ჟურნალისტების გაერთიანება, რომელიც მათ გააკრიტიკებს. ამიტომ მზიას საქმე რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური შურისძიების. მზიას საქმე რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე არის სიგნალი დანარჩენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებაში არ მიმოვიხილავ, არ განვიხილავ მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას. ასოციაცია, რელიგიური ინსტიტუტები, სკოლები და ასე შემდეგ, რომ შენ არ გეპატიება ჩემგან განსხვავებული მოსაზრება. შენ არ გეპატიება ჩემი კრიტიკა, შენ უნდა იყო ჩემი მორჩილი და მსახური
ან ხარ ჩემი მტერი. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს ბზიასთან და ყველა სხვა პოლიტპატიმართან დაკავშირებით. მარტივად როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში 3000-ზე მეტ ადამიანს 2024 წელს მიანიჭეს მოქალაქეობა და აქედან 2000-ზე მეტი ადამიანი არის ოფიციალურად ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, მე არ მაქვს ამ ადამიანებზე საუბარი, მათ პოლიტიკურ თუ რაღაცა სხვა ტიპის სოფხედველობაზე, მაგრამ შენ თუ თემურ ქათამაძეს განიხილავ ქვეყნისთვის რაღაცა ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხე და ამ დროს რუსეთის მოქალაქე 2000 მეტ ადამიანს ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას. თუმცა ყველა დარწმუნებული ვართ მალხას, ხო? თემურ ქათამაძე რო არ მდგარიყო საპროტესტო აქციებზე, არავინ არ მოიკითხავდა არა. თემურ ქათამაძეს არაპატიეს მისი ისტორიული სამშობლოს სიყვარული ადამიანი, რომელიც მუხ ჩაუხრელა, თქო აქ საქმე არ არის, ჩვენ კი დავარქვით თემურს, რა თქმა უნდა, მედროშის სახელი, მაგრამ თემურ ქათამაძე ბოლო 25 წელია ქართული კულტურის გადარჩენისთვის იბრძვის თურქეთის ტერიტორიაზე და მისი დამსახურებაა ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელმაც მიაღწია იმას, რომ ქართველებით დასახლებულ თურქულ ტერიტორიებზე დღეს ქართული ენა როგორც უმცირესობის ენა ისწავლება. კი ბატონო, გიორგისთან გადავალ და დაგიბრუნდებით მალხას შხრეკის საქმესთან დაკავშირებით. გიორგი, დანაშაულის ჩადენის მომატებული საფრთხის მოტივით დატოვა მოსამართლემ პატიმრობაში გუშინ პროცესის შემდეგ მზია განმარტა თუ არ განმარტა პრინციპში რას გულისხმობდა დანაშაულის ჩადენის მომატებულ საფრთხეში ქალბატონი მოსამართლე, ხო? ახმადი არ იყო, კარგად არ იყო დასაბუთებული მისი ეს გადაწყვეტილება, ხო? რა დამოკიდებულება, ანუ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ამის შემდეგ ერთი მხრივ მოსამართლის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩაინიშნა უკვე კონკრეტული თარიღები ცნობილია, რამდენადაც ვიცი, როდის გაიმართება შემდგომი სასამართლო პროცესები. კარგად დასაბუთებული ვერ იქნება იმ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას სასამართლო აფუძნებს ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და გარემოებებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა მზია შერაცხო კრიმინალური აქტისკენ მიდრეკილ პირად, რომელსაც წარსულ ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ერთი, ასე ვთქვათ, ნიშანიც კი არა აქვს. ანუ აი როგორ ვთქვათ, მარტივად პარკირების ავტომანქანის პარკირების გამო დაჯარიმების ან წითელზე გავლის, ხო შეიძლება რაღაც არსებობდეს გარემოებები. იმას რაზეც საუბრობენ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ დაკავებას, იმ ადმინისტრაციულ დაკავებაზეც კი გუშინ, რა ვიცი ხა, სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ სტიკერის გაკვრის გამო თურმე ადამიანის დაკავება მათი კომპეტენცია არის და ამ დროს ისიც კი ვერ გამიჯნეს, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის, ანუ მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ნაწილი და სტიკერის გაკვრის გამო პოლიციას არ ქონდა პირის დაკავების, ასე ვთქვათ, კანონიერი უფლებამოსილება. მოლოდინებზე ცხადი ახლა წინასწარ ჩვენ ახლა დაცვის ხარეს გვაქვს ჩვენი პოზიცია, სტრატეგია შერჩეული, მოლოდინები არ ემყარება ოპტიმისტურ, ასე ვთქვათ, განწყობებს, ვინაიდან აქ საუბარი არ არის კლასიკურ სამართლებრივ ნაწილზე. მოდი დავაკვირდეთ პოლიტიკურ კონტექსტში როგორ განიხილავენ მზიას, რამდენი სისხლის სამართლის საქმე იცით, თქვენ როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები განიხილავენ და მსჯელობენ მზიას ქმედებაზე, როგორ ხდება მისი დემონიზება, როგორ ხდება მისი კრიმინალური აქტის, ასე ვთქვათ, ხო, შედარება რო გავაკეთოთ პოლიტიკური, რა ვიცი, სპექტრია მობილიზებული, რომ ამ საქმეზე სასამართლოზე და პროკურატურაზე მეც საუბრობენ. პირმა რო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასე ვთქვათ, 4 ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს, იმას უფრო ნაკლები დანაშაული ექნება, ვიდრე, ასე ვთქვათ, მზიას რაღაც სილის გაწვნას, ანუ შედარება რაზე მინდა, ჩვენ როგორც აღმოაჩინეთ, ამაშია მთელი ამ მზიას საქმის მთელი ტრაგიკულობა. სწორედ ამაშია, თუ ავიღებთ დაუშვათ იმას სასჯელებს სხვა საქმეებთან დაკავშირებით, სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით, ხო? მზიას საქმესთან მიმართებაში ყველა დანაშაული თავისი, ავი ჩინაარსი დატვირთვით არის ბევრად მეტი, მაგრამ სასჯელი შეიძლება ნახოთ ჩვენ კუჩებში დადის მასწავლებელი, რომელმაც სცემა საკუთარ მოსწავლეს სეფის გაკვეთილზე. კი ბატონო, ნახეთ კოჩამორაცას ვარიანი გირაო. და ამ ადამიანს კიდევ ანუ გარდა იმისა, რომ გარე თავისუფლებაზეა, კიდევ ცალკე დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა თურმე ცეკვის სტუდია და იქ დაყავთ აბსოლუტურად გაუგებერია და როგორ დაყავთ მეორე. თეონა ჭელიძე პოლიტიკური აქტივისტი
რომელსაც პოლიციელმა ქავთარაძემ სილა გააწნა, ჩაარტყა ისე რომ ქალი წაიქცა. ნახე ეს ინტერვიუ ძალიან საინტერესოა. პოლიციელ ქავთარაძეს ბრალიც კი არ აღწაყენებულა. ამიტომ საუბარი რომ დაგიბრუნდებით ბოდიში მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი გვყავს სტრასბურგის სასამართლოში გასაჭირდა საიას მიერ მზიამაღლობელი საქმე, როგორც შესავალში აღვნიშნე, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ჩვენს კიდევ ერთ სტუმართან ერთად, დათა ჯავახიშვილი, საიას საერთაშორისო სამართალ-წარმოების გუნდის ხელმძღვანელი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით დათა, მადლობა თქვენ პირდაპირ ჩართვისთვის. მოგესალმებით, მევესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს სტუმრებს. მადლობა. მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში მზიამაღლობელი საქმის. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ დათა. თქვენი კოლეგა და მზიას ადვოკატი საუბრობდა ამ დროის განმავლობაში იმ სამართლებრივ კაზუსებზე, რომელიც არსებობს მზიამაღლობელი საქმეში. რაზეა კეთდება კონკრეტულად აქცენტი თქვენს მიერ მომზადებულ საჩივარში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა? კონკრეტულ საქმეში არის, როგორც მოგახსენეთ, არაერთი მუხლის დარღვევა, მათ შორის პირველ რიგში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპულის კონვენციის მეხუთე მუხლი, რომელიც თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას გულისხმობს და რომელიც დარღვეულია უკვე 4-ჯერ, მაგრამ ჩვენ საქმეში იყო 3-ჯერ იმ დროის მოცემულობით დარღვევა, რაც დაკავშირებულია აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან. რამე თუ მზიამაღლობელის საქმეში არანაირი არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ ადამიანს შეფარდებოდა პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით. შესაბამისად არც მომხდარა, საერთოდ არც კი ჰქონდა იმ ფაქტს ადგილი, რომ პროკურატურას ეცადა და ესაბუთებინა მათ შორის უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რატომ ვერ იქნებოდა სათანადო მიზნის მიღწევის საშუალება. საერთოდ ეს საკითხი ღიად არის დატოვებული, არანაირი არგუმენტი, არანაირი ინდივიდუალური გარემოება არ არის მითითებული, შესაბამისად ეს მზიამაღლობელი საქმე ძალიან კარგად წარმოაჩენს ზოგადად ქართული მართლმსაჯულების სახეს, თუ როგორ საბუთდება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება იმ ადამიანებთან მიმართებით, სადაც რეჟიმს აქვს გარკვეული ინტერესი. რა პროცედურები? რა თქმა უნდა, მეხუთე მუხლი მხოლოდ ნაწილია. ბოდიში დავამატებ, რომ მეხუთე მუხლი მხოლოდ ნაწილია, ასევე დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმპცია, მეექვსე მუხლი, მათ შორის თავად სასამართლომ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და მან იყო ნახსენები, რომ თუ რას დააფუძნა საერთოდ აღკვეთის ღონისძიებები და ყოველთვის აცხადებენ, რომ არის ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკი და ამ რისკზე და ამის რისკის დასასაბუთებლად იშველიებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში დაკავების ფაქტს. მაშინ, როდესაც ამ დაკავების და არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონიერების საკითხი ჯერ შეფასებული არ არის. ფაქტობრივად ადამიანს წინასწარ გადაუწყვიტეს, რომ მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავებულიც კანონიერად იყო. როდესაც ჯერ კიდევ ვიმეორებ, შეფასებული არ არის ეს საკითხი სამართლებრივად მიმდინარე პროცესია. ამას ასევე ემატება მერვე და მეათე მუხლის დარღვევა 13 მუხლთან ერთობლიობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ პატაკის ანონიმური წყაროდან წამოსული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ჟურნალისტის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. ასეთი რამ თანამედროვე განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში წარმოადგენს მერვე და მეათე მუხლების ძირის გამოთხრას, რაც ერთის მხრივ პირადი ცხოვრების თავისუფლებას გულისხმობს, ხოლო მეორე ჟურნალისტური წყაროების დაცვის აბსოლუტურ ჟურნალისტური წყაროების დაცვის უფლებას. ამრიგად მნიშვნელოვანია, რომ მზიამაღლობელის ეს კონკრეტული შემთხვევა ფაქტობრივად თლიანად ჟურნალისტებთან მიმართებით წარმოაჩენს რეჟიმის სახეს, იმიტომ რომ საკმარისია ანონიმური არსაიდან მოტანილი ინფორმაციაზე, რომელსაც ვერც კი ამოწმებენ მის არსებობა არ არსებობის საკითხს, ამის საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერ ჟურნალისტს ტელეფონიდან გამოითხოვონ ინფორმაცია და უფრო მეცაც გეტყვით, 13 მუხლი აქ ერთვება იმ ნაწილში, რომ ამ უფლებების დაცვის შესაძლებლობა ჩვენ ეროვნულ დონეზე არ გვაქვს ეფექტიანად, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ პოსტფაქტუმ გასაჩივრების მექანიზმი ითვალისწინებს კანონმდებლობა, მაშინ, როდესაც უკვე დარღვეულია ეს უფლებები. და რაც მთავარია, ამ საჩივრის ძირითადი საზრისის პოლიტიკური ნარატივი, რაც მას აქვს 18 მუხლის დარღვევა, ჩვენ ხედავთ, რომ ამ საქმეში ფაქტობრივად ვერ გავაჩერეთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ზიას მიმართ აკეთებენ ნეგატიურ შეფასებებს და ფაქტობრივად გადაუწყვეტეს, რომ დავალებით მოქმედებდა. კი ბატონო, მაგას საუბრობდით წაღან სტუდიაში, დათა რა პროცედურების გავლა მოუწევს თქვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ საჩივარს უკვე სტრასბურგში და როგორია თქვენი მოლოდინები ამ მოლოდინებზე? ცოტა პესიმისტური რაღაც მოსაზრებები კი
გვესმის ამ ხნის განმავლობაში რა მზია პატიმრობაშია, თუმცა რჩება ალბათ რაღაც პოზიტიური მოლოდინებიც, მით უმეტეს ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და პრეცედენტებით, რომელიც აქამდე არსებობდა, ხო? არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტები, ანუ შეისწავლეთ თუ არა იგივე საერთაშორისო დონეზე რაიმე ტიპის მსგავსი საქმეები, რომელიც შეიძლება მზია საქმესთან მიმართებაში გამოვიყენოთ როგორც შედარებისთვის. კი ბატონო, პირველ რიგში პროცედურულ ნაწილთან მიმართებით მოგახსენებთ. პროცედურულ ნაწილზე აღსანიშნავია ის, რომ ჯერჯერობით საჩივარი არის გაგზავნილი, წარდგენილი, ამ მხრივ ვადა 4-თვიან ვადაში არის წარდგენილი ბოლო უფლების დაცვის საშუალების ამოწურვიდან. ამრიგად, ამის შემდგომ უკვე მოხდება საჩივრის რეგისტრაცია, ხოლო რეგისტრაციის შემდგომი ეტაპი არის კომუნიცირება. სამწუხაროდ ეს პროცესი ვადაში შეზღუდული არ არის, ეს სასამართლოზეა მთლიანად დამოკიდებული, თუმცა ვითვალისწინებთ რა იმ საკითხს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ხელის გულზია ის დარღვევები და ძალიან ნათელ დარღვევებთან გვაქვს საქმე, გვაქვს მოლოდინო შედარებით სწრაფად მოხდება ამ საქმის კომუნიცირებას და მეორე უკვე შეპასუხების ეტაპის გამართვა და გადაწყვეტილების მიღებაც. რაც შეეხება მსგავს პრეცედენტებს, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკმაოდ მდიდარია მსგავსი ტიპის პრეცედენტებით, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არსებული გადაწყვეტილებებში, რომელიც მე-18 მუხლის ნაწილს შეეხება, ცალსახად არის გაშლილი თუ რა წარმოადგენს იმ ბოროტ ალტერნატიულ განზრახვებს, რომელიც სახელმწიფოს უნდა ამოძრავებდეს, თუ კი ამ მუხლის დარღვევის დადგენა გვინდა მე-5 მუხლთან ერთობლიობაში. შესაბამისად, ამ ხრივ უკვე პრეცედენტები, არაერთი პრეცედენტით არის გამყარებული საქმე და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მზიას მთლიანად ეს პროცესი სრულიად დასაწყისიდან დასასრულამდე არის მოტივირებული სხვა მიზნებით, სურთ მისი დასჯა, იმიტომ რომ ეს თქვათ რეჟიმის მსახურ სამართალდამცავებს მოაწონოს თავად რეჟიმმა თავი და უთხრას, რომ აი ჩვენ გვერდში გიდგავართ რაოდენიმე ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, უპირატესია, როდესაც ზია საქმეებში საუბრობთ. ბოლო კითხვა დათა თქვენთან რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, როგორც თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა გუშინ მედიასთან, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ დარღვევებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი. დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, ხო, როგორც ვიცით. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ თუ არა სხვა საჩივარცად მზია საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. რა თქმა უნდა, მზია საქმესთან მიმართებით კიდევ არაერთი დარღვევა არის. უბრალოდ ჩვენ პროცედურულ ნაწილში გვაქვს გარკვეული მოქმედებები გადასადგმელი და ეს ჩვენი საერთაშორისო სამართალწარმოების სტრატეგიის ნაწილია, თუ როგორ და რანაირად გავაკეთებთ ამას. აუცილებლად წავა კიდევ ერთი საჩივარი მზია საქმესთან მიმართებით და მნიშვნელოვანია აქ გავითვალისწინოთ და გვახსოვდეს ის კონტექსტი, რომ ეროვნულ დონეზე მზია საქმესთან მიმართებით ფაქტობრივად უკვე მათ მიღებული აქვს გადაწყვეტილება, უბრალოდ ამის აღსრულების პროცესში არიან. ანალოგიურად არის საერთაშორისო სამართალწარმოების მიმართულებით ის, რომ ამ საჩივრის პერსპექტივებზე, როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან რთულად წარმოსადგენია ამ საქმეში არ დადგინდეს დარღვევა მთელ რიგ იმ უფლებებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ ვდაობთ. ის კი არა შესაძლებელია გარკვეული უფლებები საერთოდ იმდენად ცალსახად იყოს დარღვევა, რომ აღარც ჩათვალოს საჭიროდ სასამართლო მთელი რიგი უფლებების განხილვა, როდესაც ამდენ დარღვევასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, როდესაც დარღვევებზე ვსაუბრობ, მაინც მაყურებლისთვისაც რომ ნათელი იყოს. აი, რატომ არის ეს საქმე, მაგალითად, რატომ ვამბობთ, რომ ამ საქმეში გვაქვს მიკერძოება და გვაქვს კონკრეტული სხვა ინტერესები. მოდით ფაქტებს შევხედოთ უბრალოდ რა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ გამოძიება, როდესაც აყვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ასახელებდა იმას, რომ ბევრი მოქალაქე მოწმე უნდა დაკითხულიყო იქ, ვინც იყვნენ შეკრებილები. არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი მოწმე, არც ერთი პროტესტის მონაწილე იმ დღეს დაჯარიმებული ან დაკავებული ადამიანი გამოძიებას არ გამოუკითხავს. მაშინ, როდესაც მათ აქვს სისხლსამართლოს საპროცესო კოდექსით ცალსახად და ნათელი ვალდებულება, რომ ყოველ მხრივ და სრულად აწარმოონ გამოძიება. ეს ერთი ფაქტი. მეორე ფაქტი, მათ შორის განჩინება გაცემული იყო მთელი დღის ვიდეო ჩანაწერების ამოღების შესახებ. იმ მოვლენების თუ რა ხდებოდა იქ ადგილზე და ამ დროს ამოღებულია მხოლოდ 44 წამოვანი მონაკვეთი. წარმოიდგინეთ, თითქოს და ამ საქმეში მანამდე მიმდინარე მოვლენებს და შემდგომ მიმდინარე მოვლენებს მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, უამრავი დარღვევა
რო არის დაწყებული პატაკიდან დამთავრებული თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტიც კი ფეხქვეშ არის გათელილი, როდესაც ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე მსგავსი ტიპის მოქმედებები ჩაატარეს. ეს ყოველივე ერთობლიობაში და პლუს ის კომენტარები, რაც ბზიასთან მიმართებით კეთდება და ეს ამ განცხადებებს აკეთებენ დღემდე და ამ ხრივ ჩვენ დამატებით მტკიცებულებს გვაწვდიან, თუმცა მეორე მხრივ ადამიანების მზია ამაღლობელის უფლებას ფეხქვეშ თელავენ და ამაზე რა თქმა უნდა სათანადო სამართლებრივი რეაგირება გვექნება. ეს ყოველივე გვაჩვენებს იმ დიდ სურათს, რაც ადასტურებს, რომ საქმე არის მეკერძოებული და პოლიტიკური. მადლობა დათა ჯავახიშვილი საიას საერთაშორისო სამართალ წარმოების გუნდის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში. მალხას დაგიბრუნდებით, დილიდან იყო ჩვენ ყველანი ხედავდით პირდაპირ ჩართვებს და ჩხრეკას კონკრეტული ადამიანების სახლებში, საცხოვრებელ სახლებში. ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ადვოკატების გარეშე. შემდგომ ეს პირდაპირ ჩართვის რეჟიმი შეეზღუდათ ამ ადამიანებს, ამოღებულია ტელეფონები. ვიცით რომ 17 მარტიდან შეჩერებული ამ ფონდების საქმიანობა და ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის არა აქციის მონაწილეები მარტო არამედ ჯანმრთელობის პრობლემებს მქონე ადამიანებსაც ამ დახმარების მიღების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. რას ემსახურება ეს საპოლიციო დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორის მიმართ თქვენი შეფასებით და რა შედეგზე შეიძლება გაიყვანოს ხელისუფლება, ანუ არის თუ არა ეს სადამსჯელო ოპერაციები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არ ვიცი რა, იმე შედეგზე ორიენტირებული როგორ ვიქნა. ქართულ ოცნებას და ივანიშვილს უნდა რომ ნებისმიერი სამოქალაქო ინიციატივა, ნებისმიერი სოლიდარობის აქტი, ნებისმიერი ძალისხმევა, რომელსაც მოქალაქე სხვა მოქალაქის დასახმარებლად გაიღებს, იყოს გაკონტროლებული, იყოს მიმართული მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. რას წარმოადგენდა ნანუკას ფონდი, ან ნებისმიერი სხვა ფონდი, ალიკო წკიტიშვილის ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ არსებული ფონდი, ხომ? ეს ფონდები ეხმარებოდნენ პირველი ჯარიმის გადახდაში მოქალაქეებს, მეორე პოლიტიკური პატრიოტიზმის ჯარიმების ნაწილი შემდგომში დადგა, ხო? ეს მე შემდგომში დადგა, თორემ მანამდე იყო ძალიან ბევრი ბოდიშს ვიხდი, მაგრამ 4-5 დღის განმავლობაში სანამ მთავრობა აზრზე მოვიდოდა და ეროვნულ გვარდიას ჩართავდა, ნანუკას და სხვა ფონდებმა გადაარჩინეს ათასობით სიცოცხლე გურიაში, რომ მარტივად წამლები, მედიკამენტები, რაღაცა პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები მიუტანეს ადამიანებს. კი ბატონო. ქართველებს ერთმანეთის დახმარებას უკრძალავს პრაქტიკულად აი ეს დამოკიდებულება საპოლიციო რეჟიმის ადამიანების ნებისმიერი ძალისხმევა, რომ მათი სამოქალაქო ცნობიერება, მათი სამოქალაქო თვითშეგნება გამოიხატოს ამგვარ სოლიდარობის ჯაჭვებში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო? ამ ყველაფრის აღძელვა უნდა. ტოტალიტარიზმი, ავტორიტარიზმი, ნებისმიერი არადემოკრატიული რეჟიმი, რასაც ვერ იტანს ლაშა ყველაზე მეტად არის რა? ადამიანების ერთიანობა, ადამიანების ინიციატივა, ადამიანების სოლიდარობა. როგორ კითხვა რო არის ხოლმე, გახსენდებათ სოფლიო ისტორიაში მაგალითი, როდესაც პროტესტი გრძელდება ამდენი თვის განმავლობაში და ამ პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული საპოლიციო ძალა იქნება ფინანსური მარწუხები თუ ნებისმიერი სხვა რამ, რასაც ხელისუფლება თავისი არსენალიდან იყენებს, ვერც ერთმა იარაღმა ვერ გააჩერა ეს პროტესტი. ამიტომ ამას ვერ ეგუებიან, ცხადი ამის ეშინიათ და ეს შიში იმდენად გამჯდარია, რომ უკვე დაიწყო გამოჟონა ამ მათი დამოკიდებულებების, რომ თურმე შეწუხდნენ სანქციებით, თურმე შეწუხდნენ იმით, რომ ადამიანები ქუჩაში ვერ დადიან, ბოლოს გაიხსენეთ თანამდებობის პირი ხელისუფლებიდან, რომელიც თავისუფლად დაიარება ქუჩაში. მე დაბაშიძეზე ბოლოს გავლილი ქართული ოცნების წარმომადგენელი გაიხსენეთ. არც ერთს არ აქვს ის პირი, რომ საკუთარ მოქალაქეს ელაპარაკოს. არც ერთი არ ზრუნავს იმაზე, რომ ამ რეგიონში არ იხოცებოდნენ ბავშვები ღიაჭებში, არ იხოცებოდნენ ადამიანები მშენებლობებიდან გადმოვარდნილი ფიცრით თუ აგურით. არ იხოცებოდნენ ადამიანები იმ მომრავლებული ავარიებით, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს ხალხის კეთილდღეობა. ყველას აინტერესებს ამ
პარტიულ ვერტიკალში რაც შეიძლება მეტი ფულის გაკეთება, ხალხის სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისება და იმდენის ძაცვა, რამდენსაც მოასწრებენ. მადლობა მალხას, მადლობა. სამწუხაროდ დრო არა გვაქვს, კიდევ გველოდებიან სტუმრები ბოლო დასკვნით ნაწილში. მადლობა თქვენ მეგობრებო იმისათვის რომ იყავით ჩვენთან ერთად. მალხას ჭკადუა საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს წარმომადგენელი, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და გიორგი ხიმშიაშვილი, მზია ამაღლობელის ადვოკატი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ვაგრძელებთ გადაცემას. ევროკავშირის საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს, თავისუფალი ვაჭრობისა და კანდიდატის სტატუსის გადახედვას გეგმავს. რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორთან რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს ზომებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის გადახედვას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაყინვას. კოსმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება ძალიან დააზიანებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ საკითხი კვლავ აქტუალურია. მისი თქმით, ბრიუსელმა ადრესს სცადა სანქციების დაწესება ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, მაგრამ ვერ მიაღწია კონსენსუსს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ახლა ეძებს გზებს, რომ ჩაერთოს ქართულ ოცნებასთან დიალოგში იმ იმედით, რომ საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას. ამასთანავე კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ ნაბიჯი სიფრთხილით უნდა გადაიდგა. მსგავსი მკაცრი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების ფონზე საქართველოში არ წყდება საპროტესტო აქციები და ხელისუფლების მხრიდან საპასუხოდ მხოლოდ გამკაცრებულ კანონმდებლობასა და სრულ იგნორირებას ვიღებთ პარტნიორების მიმართ. განსხვავებულ საზოგადოებრივ პოზიციებს მოვისმენთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი შემდეგი რესპონდენტების მხრიდან ლალი ანთიძე, ფილოსოფოსი და პროფესორი და ასევე ფილოსოფოსი და პროფესორი გიორგი მასალგინი უპასუხებენ სტუდიაში ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ცოტა ძიმე დღე აღმოჩნდა, როგორც პოლიტიკურად, ისე დღეები გვაქვს პრინციპში ამ ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული და მძიმე დღეები გვაქვს, მაგრამ ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის მეტი საუბარი, მეტი კრიტიკა, მეტი ასთა გაცვლა ერთმანეთში იმასთან დაკავშირებით, რომ მივიდეთ რაღაც ჭეშმარიტებამდე, ხო? ჩვენ ნახეთ ქალბატონ ვალი დღეს ჩხრეკა იმ ფონდების ხელმძღვანელების სახლებში, რომლებიც ადამიანებს, მათ შორის აქციების დროს დაჯარიმებულ ადამიანებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს ეხმარებოდნენ ფინანსურად. ჩვენ ნახეთ აყადაღებული ანგარიშები 17 მარტიდან უკვე ამ ფონდების დაყადაღებული ანგარიშები. და ჩვენ ასევე ვხედავთ გამკაცრებულ კანონმდებლობას ყველა მიმართულებით და გაფუჭებულ ურთიერთობას ევროპის ოჯახის წარმომადგენლებთან, ქვეყნებთან, ისევე როგორც ამერიკასთან, ხო? როგორია თქვენი მოლოდინები, თქვენი დამოკიდებულებები ამასთან დაკავშირებით და როგორ გესახებათ მომავალი ამ მოცემულობაში? ძალიან დიდი მადლობა, რომ აძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ თემებზე ვისაუბრო. იმიტომ რომ დღეს, როდესაც შემატყობინეს, რომ თქვენთან ეთერში უნდა მოვსულიყავი, სწორედ ლექციებზე ვიყავი და მე ჩემ სტუდენტებს ვკითხე, რომ აი რას დამაბარებთ მეთქი, ხშირად მიმართავ ხოლმე ამ მეთოდს, იმიტომ რომ მინდა რომ მათი ხმაც ისმოდეს ეთერებში და საერთოდ ახალგაზრდების ხმის საინტერესო გადაცემა გქონდა, როდესაც წინა ეთერში ყავდა ახალგაზრდები და აღნიშნავთ ბევრი სხვათა შორის. კი ბატონო. დიახ, და პირველი რაც ამათმა მითხრეს და აი ძალიან ესეთი ღრმა ანალიზი გააკეთეს არსებული ვითარების, რომ გითხრეს, რომ ყველაზე მეტად გვაწუხებს არასტაბილურობის განცდაო. აი ჩვენ არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, რა უნარები უნდა განვივითაროთ, როგორი იქნება მომავალი, ისიც არ ვიცი ქვეყანაში დავრჩები თუ არა და საერთოდ ზოგადად როგორი იქნებოდა. ის ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვის, როგორც პროფესორისთვის არის ძალიან მძიმე მოსასმენი. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც
ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება სწორედ ახალგაზრდების ინტერესებს და მათ მომავალს ურტყამს. აი დააკვირდით რაღაცა რა სიმბოლოები მუშაობს, არ ვიცი, ეს ბავშვები ასე პანტაპუტით გაუფრთხილებლობით საცოდავად ზოგი ჭაში, ზოგი შახტაში, ზოგი შადრევანში რაღაც ენით აღუწერელი ტრაგედიებია ჩვენს გარშემო. ყველაზე დიდი ტრაგედია კიდე ის არის, რომ აი წინა კვირებში გამოცხადდა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს კატასტროფული, იმიტომ რომ რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდები ფაქტობრივად ქვეყანას ტოვებენ. ან ეშინიათ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, არ ვიცი როგორ იქნება. აი ოჯახის დაგეგმვა. ოჯახის დაგეგმვა როცა ხდება და აი ამ ფონზე, როდესაც არსებობენ ფონდები, რომლებიც ამ გაჭირვებულ სიტუაციაში ადამიანებს ეხმარებენ და ბოლოს და ბოლოს ბიუჯეტში მიდის ის თანხა. ბიუჯეტში მიდის ეს თანხა. ხო ეს უნდა მეთქვა ყველაზე მთავარი. სხვა თუ არაფერი, ხო ამასაც კი ხელს უშლი. ეს ხო სპეციალურად და მიზანმიმართულად იმაზეა მიმართული, რომ ფინანსურად დააზარალო ადამიანები. 5000 ლარი დღეს არ არის პატარა თანხა საქართველოში, რომ ყველა ადამიანი ამის გადახდას ვერ შეძლებს და ნაცვლად იმისა, რომ აი ნახევარი წლის ხელფასია ფაქტობრივად. რა თქმა უნდა. და აი ამ ფონზე ახალგაზრდების აი ასეთი მძიმე სიტუაციის ფონზე კაი დავანებოთ თავი მატერიალურ მხარეს, ხო? მომავალს ვერ ხედავს ადამიანი და ან კიდე როგორ უნდა დაინახო მომავალი, როდესაც ერი მიდის ყდომის მიმართულებით, ხო? ამ ასეთი დემოგრაფია 90-იან წლებშიც არ ქონია. საერთოდ ილაპარაკა ვინმე და ხელისუფლება გამოვიდა და რაიმე ახსენეს ამ მიმართულებით. ნახეთ როგორ არის ქალბატონ ლალი. ხელისუფლება რა თქმა უნდა პრობლემებზე საუბარს ყოველთვის მოერიდება, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგიც იმდენად გაჯერებულია სხვა თემებით, ახლა რაზეც ვლაპარაკობ, ჯარიმებზე, არ ვიცი, დაკავებებზე, ან სხვადასხვა მიმართულებით, ხო, პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, რომ სოციალური საკითხები და სოციალური პრობლემები ამ ქვეყანაში ბევრი წელია ადამიანებს წინ არ წამოუწევიათ, ხო? მე არ მინახავს თუნდაც 10 ადამიანი რაღაც პროტესტის მიზნით ქუჩაში გამოსული იმის გამო რომ პროდუქტები გაძვირდა და უშუალოდ ან წამლებს ვერ ყიდულობენ ან სხვა მიმართულებით, ხო? ბატონ გიასაც უნდა ვკითხო ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფილოსოფოსები ხარ და რითი შეიძლება ახსნა ეს ყველაფერი, ეს მომენტი არის ძალიან საინტერესო ჩემთვის პირველ რიგში ჟურნალისტისთვის, რომ აი სოციალური საკითხები რატომ არ არის დღეს პრიორიტეტული? საერთოდ სოციალური სოციალურ საკითხებზე საერთოდ არ საუბრობენ. იცით რა არის? მაშინ, როდესაც აი ფუნდამენტური საკითხები გვაქვს წინა პლანზე, ხო? აი ღირებულებითი საკითხები, აი ეს ფასეულობათა სისტემის საკითხები ძალიან რთული არის, იცი? შენი ქვეყნის სიმბოლოები, აი გელათში წყალი ჩამოდის, სვეტიცხოველში, რა ვიცი, ისინი ქონდათ შედგმული ხო რაღაცა წყალი ჭყაპაჭყობით მოდიოდა თითქოს არაფერი შენი ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლი რაც უნდა ყოფილიყო დამადასტურებელი რომ ეგვიპტელებზე ადრე ოქროს ამუშავებდი საყდრისი ააფეთქეს არაფერი იმის ნაცვლად რომ ის რაც ჩვენს იდენტობას ქართულობას გაიცახეთ ეს ქართულობა კაცო მარტო სადღეგრძელოების სმაკი არ არის ეს არის ქართული ლიტერატურა ეს არის ქართული ძეგლები ეს არის ქართული ღირებულებითი სისტემა სხვას რო ყველაფერს თავი დაანებოდა მაშინ როდესაც გეუბნებია რომ იცი რა ანწუხელიძე არაფერი არისო ხელისუფლების წარმომადგენელი გეუბნება რომ 9 აპრილს ჭყლეტაში მოხვდნენ ადამიანებიო ის რომ 2008 წლის ომი ჩვენ დაგვიწყია თურმე საქართველოს აი ამ პირობებში რა ფასეულობაზე უნდა გაზარდო ბავშვი ყველაზე დიდი პრობლემა ამ მიმართულებით გვაქვს და დღევანდელი მდგომარეობა ხო საერთოდაც წარმოუდგენელია კითხოთ ბატონ გიასაც ბატონ გია თქვენ როგორ უყურებთ ახლა არსებულ ვითარებას აი ქვეყანა რა ფაზაშია რა მდგომარეობაშია დღეს როდესაც ჩემი პროდიუსერი გირეკავდათ თქვენ უთხარით რომ მე ცოტა განსხვავებული პოზიციები მაქვსო რაღაც ზოგადად ახლა არსებული უმრავლესობისგანო და ძალიან საინტერესოა ეს თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ერთი მხრივ ქალბატონი ლალი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ღირებულებითი პრობლემები დადგა, ღირებულებითი პრობლემების წინაშე დადგა საზოგადოება და მეორე მხრივ ჩვენ სოციალური პრობლემებისგან დაცლილი არც არასდროს არ ვიყავით, უბრალოდ ისიც საკმარისი ამის სამტკიცებლად, რომ სოციალური დახმარების
მიმღებთა ბაზა არ ვიცი იზრდება მგონი ყოველწლიურად შეიძლება ვწდებოდე არ მინდა მტკიცებით ფორმაში ამაზე ვისაუბრო იმიტომ რომ არ ჩამიხედავს დღეს ამ მონაცემებისთვის მაგრამ ბევრი საკითხი უკან გადადო ამ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებმა და გამოვიდნენ ქუჩაში პროტესტის მიზნით რა პროცესია ახლა ქვეყანა სხვადასხვა გამიკვირდა კიდევაც, როცა მომიწვიეს პოლიტიკაზე სასაუბროთ, ბოლო დროს არ ვარ განებებრებული, სწორედ პოლიტიკურ თემატიკაზე ინტერვიუებით და ნუ ეს ჩემი ხშირი სტუმარი არა ვიყავი, ხო და საქმეც იმაშია რომ ეთქობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თითქმის 4 თვე ალბათ მედია რო კარგად ბრძანდები იცით ეს ამბები და ამიტომაც და მე როგორც ფილოსოფიის მასწავლებელი, ფილოსოფიის ცოტა ხმამაღალი სიტყვა, მე ვცდილობ სამყარო არ დავინახო შავ-თეთრ ფერებში. ის რაც თქვენ ახლა შესავალ სიტყვაში თქვით, რომ ნაკლებს ვსაუბრობთო სხვადასხვა თემებზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში და ამ ხრივ მინდა შევაგო თქვენ ტელევიზიას, სხვათა შორის, რომ აძლევთ საშუალებას სხვადასხვა შეხედულების ადამიანების საზოგადოებრივი მაუწყებელია საზოგადოებრივი პრაქტიკულად ჩვენ ვართ ძალიან პოლიტიზირებული ეს არ ნიშნავს რომ პოლიტიკაში კარგად ვერ ყვებით პოლიტიზირებული ეს კიდევ სხვა თემა ყველა ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე მაგრამ ნამდვილი კამათი ნამდვილი დებატი არ ხდება აი ნახეთ საერთოდ ნუ თვითონ ჩერჩილი წერდა რომ იმ მომენტში როცა შენ იტყვი რომ ხელისუფლება მომწონს უნდა მიმართო ფსიქიატრს ანუ ინტელექტუალურ კაცს ინტელიგენციის წარმომადგენელს ხელისუფლება არ უნდა მოსწონდეს აპრიორი იმიტომ რომ ყოველთვის უნდა იყოს კრიტიკულად განწყობილი მაგრამ თან იწყება ხო ყველაფერი მე ვფიქრობ კარგი ეს ხელისუფლება ბევრს სოდავს მე მინდა დავინახო ალტერნატივა ალტერნატივა რას ნიშნავს? მე მინდა დავინახო ის ზალა, რომელსაც სურს შეცვალოს ეს ხელისუფლება. რითი მოდის? მისი პროგრამა განათლების სფეროში, მისი პროგრამა ეკონომიკის სფეროში, მისი პროგრამა თუ როგორ შეცვლის სასამართლო სისტემას, მისი პროგრამა თუ როგორ ერთხელ და საბოლოოდ ჩვენ ვიწყებთ არაპოლიტიზირებულ ძალოვანი სტრუქტურების პირობებში. ამაზე დებატები ხდება სადმე? ამაზე ხო ჩვენ ნაკლებად ლაპარაკობთ. ჩვენ ლაპარაკობთ ძირითადად ერთმანეთის მიმღებლობაც არა აქვს მხარეებს ნახეთ. მხარეები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. განსხვავებული პოზიციის ადამიანების ერთ სივრცეში ყოფნაც კი რაღაცნაირად აუტანელი გახდა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ აი ერთ სივრცეში ვერ ვისწავლეთ დისკუსია, ხო? ერთი ძალა მოდის და ამბობს, ეს ძალა უნდა გაქრეს და მე უნდა მოვიდე მის მაგივრად. და ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიები ამბობენ მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაში რომ განვახორციელო ჩემი პროგრამა ამიტომ შენ ცოტა წაიწიე მე ამდენ ხმას ავიღე პარლამენტში და შევეცდები განვახორციელო ჩემი პროგრამა ასეთი დისკურსი ასეთი სამწუხაროდ არ ხდება მე მოვდივარ რომ შენ წახვიდე და გაქრეს სანამ ასეთ პირობებში ვიცხოვრობ თორემ მიუღებლობა ახლა თქვა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორისაც არ არის ამერიკაში ხო ზოგადად სამყარო რადიკალიზირებულია ეს არ ეხება მარტო საქართველოს ცნობილი იმას რომ გამოვიყენოთ მეტაფორა კისინჯერის ხო აი საჭადრაკო დაფა ხო სამყარო დიდ საჭადრაკო დაფას წარმოადგენს იქ არიან ძლევამოსილი ფიგურები დიდი ფიგური და ვართ და არიან პაიკები. თუმცა სად მიგვიყვანს ეს გზა ბატონგი ალბათ ეს არის მთავარი. თქვენ პოლიტიკაში არ ვიცი მთელი თქვენ შეგნებული ცხოვრება იყავით პოლიტიკაში, ხო? აქტიურ პოლიტიკაში მათ შორის და მთელი ეს ცხოვრება მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ იმ პარტიების მისწრაფებები ვიცი რომელშიც იყავით მანამდე, ხო? ახლა არ ვიცი ხარ თუ არა რომელიმე პარტიის წევრი. ხო, რესპუბლიკურ პარტიას გულისხმობ ამ შემთხვევაში და მთელი სულისკვეთება მიმართული იყო იქეთკენ რომ ევროპის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი გამختارიყო საქართველო, ხო? დღეს გვეუბნება ევროპა, გვეუბნება ამერიკა, რომ თქვენ არათუ უახლოვდებით, არამედ ყოველდღიურად ჩორდებით ამ ღირებულებებს და ამ ქვეყნებს. ჩვენს კავშირს ეს როგორც საფრთხე რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ თქვენ
არა, საფრთხე ბუნებრივი არსებობს, იმიტომ რომ ნუ ახლა გეუბნებიან და შესავალში მე რაც რეზოლუციები გეუბნებიან ჟურნალისტი არის ერთგვარ რაღაც წინასწარმეტყველებებით გამორჩეულია, მაგრამ ეს საინტერესო იყო დიალოგის რეჟიმი. მაგრამ ლაშა, აი მე მინდა ზოგად კონტექსტში განვიხილო. კარგი, საქართველოს ასეთ მდგომარეობაში გეუბნებიან. იმავე სარეუნებია, თქვა გარკვეულ ევროპულ ქვეყნებს ეუნებია. დღეს საერთოდ ევროატლანტიკური სივრცე არსებობს თუ არა, ამაზეც მითის დისკუსიები და ამაზე იმართება კონფერენციები. ამერიკა და ევროპა დღეს ერთადაა თუ არა? ამაზეც ხო მიდი, ეს ხო ჩვენ ვიცი. მარტივ მათ ურთიერთობებში არის პრობლემები. Brexit-ი რომ მოხდა, ესე იგი რა, ინგლისმა დიდმა ბრიტანეთს ჩათვალა, რომ ევროკავშირში არ უნდა იყოს, ხო? ესეც ხო დისკუსიის ნაწილია. ამიტომ მე არ მინდა ცალკე ეს ვიზა ლიბერალიზაცია რომ მე თქვენ ახსენეთ, ხო? მე საერთოდ მივესალმები რომ გართულდეს ვიზა ლიბერალიზაციის საქართველოს მიმართ კი არა, ზოგადად რომ ასეთი ადვილი ძალიან ბევრი თქვენ დაანონსეთ რომ განსხვავებული პოზიციები. საერთოდ იცით 80% ქურდებისა საქართველოსთან სად არიან რომელ ქვეყნებში? ევროპის ქვეყნებში. ბუნებრივია და როგორ მოხდნენ ისინი იქა? ხო? ანუ ეს გამკაცრება ევროპას სულ 60 ქვეყანას მიმართ გააკეთოს. ჩვენ აღვნიშნეთ ამ 60 ქვეყანას შორის. თუმცა ბევრისთვის და იქნება ცუდად, იქნება ძალიან 10,000 ოჯახისთვის ეს აღმოჩნდა შვება. ხელისუფლება მინებოს და დაალაგოს ურთიერთობა იმ დონემდე, რომ აქამდე არ მივიდეს. გასაგები. კი ბატონო, ქალბატონო ლალი. სანამ შეიძლება ეს პროცესები მივიდეს, ანუ არსებობს სადღაც დასაწყისი ლოგიკურად, რა ვიცი, ყველა თეორიით, ყველა ახსნით, ყველა გაგებით და არსებობს სადღაც დასასრული, ხო, რაღაც პროცესების. თუმცა ჩვენ ვხედავთ ამას წინათ საუბრობდით კიდეც ერთ სადისკუსიო სივრცეში, რომ აი 12 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით განსაკუთრებით რაც არ გააკეთა, ფაქტობრივად 4-5 თვეში ყველაფერი მოასწრო. სანამდე შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი, სანამდე შეიძლება მივიდეს და როგორ ხედავთ თქვენ პერსპექტივაში ამ პროცესების გაგრძელებას? ზოგადად აი ბატონი გიას ნარატივს გავაგრძელებ, რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა მოხდეს მართლაც დიალოგი, მაგრამ მეორე ამბავი არის, საერთოდ როდესაც ხელისუფლებას, ოპოზიციას, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აი ასეთი მიუღებლობა, ამის ინიციატორი ყოველთვის არის ხელისუფლება, იმიტომ რომ ძალაუფლება არის ხელისუფლების. მეორე მხარეს ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, მე მას არ ვაღიარებ და მე მასთან არ ვისაუბრებ, ხო? დიახ, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას. იცით, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ადამიანებსაც არ ელაპარაკებიან რიგითებს. აი ჩვეულებრივ ვთქვათ, ჩემნაირ ადამიანებს გიორგისთან. ანუ ჩვეულებრივ სიტუაციაში ხო ნახეთ არა როგორი ის არის, როგორი ვორდინგი არის, ხო პოლიტიკოსების მხრიდან. ეხლა როცა პოლიციის, ან რა ვიცი, როგორ უნდა ელაპარაკო ისეთი სიტყვებით გამეორებაც არ მინდა ეთერში რაღაცა მთაწმინდიდან გამოგქანებიან ან გადაღუნვიანად ისე ხეთქაო რო აქცია დაიცალ ისეთი რაღაცა ოპოზიცია არ აკლებს აპასუხოთ ჩემთან. განსხვავება ჩვენ საზოგადოების სხვა ნაწილი ვჩებით. განსხვავება იმაში არის, რომ ორი ის არის მიმართულება სამყაროში, რომელსაც აქვს თმენის ვალდებულება, ეს არის მასწავლებელი და პოლიტიკოსი. პოლიტიკოს არ აქვს იმისი უფლება, რისი უფლებაც ოპოზიციას აქვს და რისი უფლებაც ჩვეულებრივ მოგვიანებს აქვს. პოლიტიკოსები არიან, მაგრამ არა აღმასრულებელი ხელისუფლების ან საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება არ იყვნენ. გადაწყვეტილების მიმღებები. ხელისუფლება სხვა პასუხისმგებლობა აქვს და ეს კულტურა ურთიერთობების და დიალოგის კულტურის მაგალითი პირველ რიგში ხელისუფლებამ მოდამიცეს საზოგადოებას, იმიტომ რომ ისინი ქმნიან ამინდს ხო საქართველოში. ამიტომაც არის რომ იმ დონეზე მძიმედ და ამას ყველა გრძნობს და ყველა ხედავს. ახლა არ არის საქართველოში ისეთი ადამიანები, რომ ამისი ხედვის უნარი არ გააჩნდეს, თუ კი რაღაცა პირადი мотиваციები და პირადი ინტერესები არ აქვს და იმდენად დემორალიზებული არის დღეს ხელისუფლება, ხო? აი ალბათ ყველანი შენიშნოდით და სულ მაგას ვამბობ, ყველგან მაგას ვამბობ. ან პირად საუბრებში, ან ისეთ ურთიერთობებში ადამიანებს უკვე ცხენიათ, რომ ქართული ოცნების მომხრეები იყვნენ ოდესმე. ან პირდაპირ უარს ამბობენ, ან შეიძლება ახლა ამ წუთას არის, მაგრამ ხმამაღლა ვერ გამოთქვავს. იმიტომ ვერ გამოთქვავს, რომ მორალური უპირატესობა დაკარგა ხელისუფლებამ. თუმცა ხელისუფლებამ ამ შეიძლება იმაზე ობიექტური იყოს თქვენ შეფასება ქალბატონო ლალი, მაგრამ ხელისუფლება
ის მოლოდინები რაც არსებობდა ამ პროტესტის დასაწყისში რომ შეირყეოდა რყევას დაიწყებდა დაუშვათ ამ პროტესტის ფონზე და ეს დამოკიდებულებები მას ბზარებს გაუჩენდა ასე არ მოხდა ხო? ამაზე მეტი ბზარი რა უნდა იყოს, როდესაც ჟურნალისტის მიმართვაზე პრემიერს უხარია, ესე იგი მაღიარებ როგორც პრემიერიო. სერიოზული პრობლემა აქვს ამ მიმართულებით. ეს შიდა დონეზე ვიძახი ერთიანობის ნაწილში, თორე ნებისმიერ დონეზე გნებავთ საგარეო დონეზე, გნებავთ შიგა დონეზე და ზუსტად ეს უნდურობის პრინციპი ვიგულისხმე ამ შემთხვევაში. ამბავი რაც არის ახლა დღეს რაც მოხდა და ეს გამკაცრება ზუსტად ამ და ესეთი შტურმით გადასვლა ამ ადამიანებზე შეტევა სწორედ მისი სისუსტის ნიშანია. საერთოდ ყოველთვის სუსტია აგრესიული, ძლიერი ხელისუფლება არასდროს არ არის აგრესიული. მით უმეტეს ძალიან კარგ საქმეებს აკეთებდა ეს ფონდები. მით უმეტეს რომ ჯერეთი ამდენი ავადმყოფი ადამიანი რომ ხელისუფლებას მიმართავს და ეს რომ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოიწვევს, ამაზეც ხო უნდა კონდეს გაწვრილი, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა ცოტა უფრო სხვა რამ არის ჩანაფიქრი და ეს უნდა აი ეს ჩანაფიქრები უნდა გითხრან პოლიტიკოსებმა რა არის და ადამიანებმა როგორ უნდა იურთიერთონ, როგორ უნდა იწყრონ. იცით რა არის? არ არის მარტო პოლიტიკოსების ეს ქვეყანა. ადამიანებს გჭირდება რომ დავგეგმოთ. ზაფხული ვერ დამიგეგმია შვებულების პერიოდში რა უნდა გავაკეთო. წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ჩვენი სტუდენტები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები ამ აგრესიით და ამით რომ იკვებებიან. ძალიან მძიმე სურათები. გოგ დარჩენილი და ბატონ გიას მინდა შევაჯამებინო. მოკლედ ძალიან ბევრი გვესმის იმასთან დაკავშირებით რომ ოპოზიცია ვერ არის სათანადო დონეზე, ვერ დგას სათანადო დონეზე, მოწოდების დონეზე და სწორედ ამიტომაც ბჭყალებში ბედავს ხელისუფლება იმას, რასაც ბედავს, ხო? ბატონ გია, თქვენ რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას? მე ვიზიარებ ამ პოზიციას, ჩემი აზრით, ეგრეთ წოდებულ 4 ბარიერ გადალახულ პარტიებზე ვსაუბრობ, ხო? სათოთ ესე ცოტა სასაცილოჯეს, ხო, გაყალბებულ არჩევნებში, როგორც ისინი ამტკიცებენ, ხო, რატომღაც აღმოჩნდა 4 პარტია ბარიერ გადალახული. შეიძლება ესეც გაყალბებულია, ხო? მაგრამ ამას თავი დავანებოთ. შენ სანამ არ წარადგენ ალტერნატივას, და ალტერნატივა ნიშნავს ბევრ რამეს. ორგანიზაციული ერთობა, ამ 4 პარტიას შორის ერთი სამ პარტიასთან ცუდათაა, ერთი პარტიაში რაღაც პრობლემებია. ანუ მე კი არ ვამბობ ამას სიხარულით. ბუნებრივი ოპოზიცია აძლიერებს, კარგი ოპოზიცია აძლიერებს ქვეყანას, ხო? ყველა ქვეყანაში ასე და ამგანია პოლიტიკისა, მაგრამ მე ბოლომდე არც კი ვიცი მიზეზები თუ რატო აღმოჩნდა ასეთი პირდაპირ ვიტყვი უსუსური ოპოზიცია, როგორიც ის აღმოჩნდა დღეს. ვერ ითვალისწინებს თავის შეცდომებს, არ ხსნის თავის ტელევიზიებს ამ პირდაპირ ვამბობ ამას, თავის დისკუსიისათვის და დებატისთვისაც ანგაჟირებული, ნუ ხო ერთი დაიხურა, ანგაჟირებული და ვიცით ვინ აფინანსებს, ვის უთმობენ უფრო მეტ დროს, იმას ბუნებრივია ვინც აფინანსებს გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, ასეთ პირობებში ძალიან რთულია გადაელახოს ის ეს ორპოლუსიანობა და ეს დაპირისპირება, რომელიც არსებობს. სანამ ჩვენ არ ვისწავლეთ ერთ სივრცეში თანამშრომლობას და ოპოზიცია მაშინაა ძლიერი, როდესაც ის სთავაზობს რეალურ ალტერნატივას. ახლა მოდით ისიც ვთქვათ ბოლომდე, სანამ ჩვენ არ ჩამოყალიბდებით, ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა, მაშინ რაზეა საუბარი? შეტყვა რა ღიარებ მაშინ, ხო? მაშინ არც არჩევნების უნდა ებზადებოდე. პრინციპში არც ხელფას არ უნდა ღებულობდე ასეთი ხილ. ბევრ რამეს არ უნდა აკეთებდე. თუ ის არა ლეგიტიმურია. ალეგიტიმური რაც ნიშნავს, რომ ეს არის ძალით მოსული ხელისუფლება, ხო? მაშინ უნდა მოაწყო რევოლუცია და არაფორმალური მმართველობა. არაფორმალური ისედაც გვაქვს პრინციპში, მაგრამ ხო და ამიტომ ამაზეც არ ვარ ჩამოყალიბებული, ხო? ზოგი ამბობს, რომ ამ ნაწილში ლეგიტიმურია, იმ ნაწილში არ არის ლეგიტიმური. თვითმმართველობები ლეგიტიმური არისო გუშინ ამიხსნეს. აბსოლუტურად ასე არაფერი გამოვა თუ მადლობა თქვენ. ლალიანთიძე, პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი, ასევე ფილოსოფოსი და პროფესორი საუბრობდა ჩვენს ეთერში. ასეთი იყო დღევანდელი მთავარი აჭარაში, ერთმანეთს ყავს სამშაბათს, ისევ 21 საათზე შევხვდებით. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით.